3-3-ზე კალათბურთის შეჯიბრება 2 დღეზე გადანაწილდა. პირველი ეტაპის შეხვედრები 3 ივნისს დასრულდა. 12-12 გუნდი 3 გუნდიან 4 ჯგუფად გაიყო. თითო ჯგუფიდან საუკეთესო 2 მეოთხე ფინალში გავიდა. მეორე ეტაპი პლეი-ოფი იყო, რომელიც 4 ივნისს გაიმართა. ძალიან საინტერესო ტურნირი გვაქვს, რადგან მოგეხსენება მთელი საქართველოს მასშტაბით. ყველა რეგიონი არის ჩართული, რაც ამ ინტერესს ზრდის, რა თქმა უნდა. პირველად არის ესე, რომ გოგოებშიც და ბიჭებშიც სტარდება ესეთი მასშტაბური ღონისძიება და ნახოთ, როგორ დამთავრდება, რომელი რეგიონი გახდება ჩემპიონი. ტურნირს როგორც წესი თან ახლდა მუსიკა, დიჯეი და ხმაურიანი კომენტატორი. ამ ყველაფერმა ისედაც საინტერესო შეჯიბრებას დამატებითი ხიბლი შესწინა. ვაჟთა შორის მესამე ადგილი კახეთმა დაიკავა. პირველ-მეორე ადგილებისთვის კი შიდა ქართლი და ქვემო ქართლი იბრძოდნენ. დაძაბულ შეხვედრაში 12-8 გაიმარჯვა ქვემო ქართლმა და რეგიონს მორიგი ოქროს მედალი მოუტანა. ჩემპიონთა შემადგენლობა: გაბრიელ გასუიანი, გიორგი ჩარქსელიანი, ანდრია დრიაევი და პავლე ციკლაური. მე ვარ ანდრია დრიაევი, ქვემო ქართლის წარმომადგენელი. ჩვენ გავხდით ჩემპიონები, მივიღეთ დიდი გამოცდილება, ძალიან კაი ტურნირი იყო და მადლობა საქართველოს. გოგონათა შორის მესამე ადგილი აჭარამ დაიკავა. მეორეზე აფხაზეთი გავიდა, რომელიც 6-8 დამარცხდა თბილისთან. ჩემპიონი თბილისის შემადგენლობა: ლიზი ხუბუა, ელენე ხუბუა, ლიზი ჯაბუა და ნინი ივანიაძე. ეს იყო ძალიან კარგი ტურნირი, ასე ვთქვათ. პირველები ვართ ისტორიაში, ისტორია დაიწერა ამით, რომ ჩვენ პირველად მოვიგეთ, მაგიტომ ეს არის ახალი ტურნირი, ახალი მოგონებები გვექნება და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ მოვიგეთ. ჩვენმა გუნდმა ძალიან დიდი შრომა დადო ამაში და ძალიან გვიხარია, რომ მოგებულები მივდივართ სახლში. საბოლოო შედეგები ასეთია: ვაჟები, პირველი ადგილი ქვემო ქართლი, მეორე ადგილი შიდა ქართლი, მესამე ადგილი კახეთი. ქალები, პირველი ადგილი თბილისი, მეორე ადგილი აფხაზეთი, მესამე ადგილი აჭარა. ვფიქრობ, რომ შედგა კარგი თამაში 3-3-ზე, სადაც ბიჭებში ქვემო ქართლმა მოიპოვა პირველი ადგილი, ულოცავ მათ, ძალიან საინტერესო ფინალი იყო, ძალიან დაძაბულ ბრძოლაში და ვფიქრობ, რომ მაყურებელს დარჩა სიამოვნებით. რაც შეეხება გოგონებს, გოგონებმა თბილისის გუნდმა მოიპოვა და მათ ულოცავ პირველ ადგილს. მთლიანობაში 3-3 ჩვენი ფესტივალი ძალიან გაალამაზა და ძალიან კარგია და საერთოდ დღას დრო გადის 3-3-ზე თამაში უფრო და უფრო იკრებს ხალხს, ეს ძალიან კარგია.